ირაკლი ღლონტი რეფორმატორების პროპორციული სიის პირველი ნომერი გამარჯვების შემთხვევაში მოსახლეობას მუნიციპალური ბინეთმშენებლობის პროექტის განხორციელებას პირდება. მირზა სვანიძის თქმით, უკვე მზადაა პროექტი და ინვესტორი, რომელიც გამარჯვების შემთხვევაში 100 მილიონი ევროს პროექტის განხორციელებაში დააბანდებს. პროექტის განხორციელების შემთხვევაში მოსახლეობისთვის ბინებს მათი ინტერესების გათვალისწინებით შეიძენენ. პროექტის ავტორების განცხადებით ეს აღმოფხურის უბინაობის პრობლემას. განმედების ხანგრძლივობა 5-დან 25 წლამდე იქნება. ირაკლი ღლონტი რეფორმატორების სიის პირველი ნომერი არათანაბარ წინასაარჩევნო გარემოზეც საუბრობს და ყველა პარტიის სიის პირველ ნომერს როგორც ტელე, ისე საჯარო დებატებში იწვევს. ჩვენს პროგრამაში გვიწერია, რომ გამარჯვების შემთხვევაში ჩვენ შემოვიყვანოთ ინვესტორი, რომელიც რეალურად ჩადებს აი ამ პროექტის განხორციელებისთვის 100 მილიონ ევროს და ჩვენ ეტაპობრივად სოციალურად დაუცველებს უსაკაროებს, იპოთეკით დაზარალებულებს, მათი შესაძლებლობებზე მორგებით ჩვენ მივცევთ გრძელვადიანი სესხის ფარგლებში გავცემთ ბინებს. ყველაზე მთავარი პრიორიტეტი რაც არის სესხი იქნება, სესხი არ იქნება, განვადება იქნება, უპროცენტო და განვადება იქნება გრძელვადიანი, მიქირავება გამოსყიდვის უფლები. ეს იყო უპრეცედენტო შემთხვევა ეხლა ამ წუთას, როდესაც ჩემთან მოვიდნენ რეფორმატორები, მათ ყავთ 100 მილიონიანი ინვესტორი და შემომთავაზეს ურთიერთ თანამშრომლობა. ეს მე ვფიქრობ ძალიან დიდი ქართული საქმე გაკეთდება.